თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროევროპული აქციების 61 წლის მონაწილის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს. ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც უკვე მესამე თვეა პატიმრობაშია, ადვოკატ ჯანო ჭკადუას ინფორმაციით დაკავების დღიდან შემშილობს. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით საქმის გამომძიებელი ვასილ აბაშმაძე დაიკითხა. ადვოკატი ამბობს, რომ აბაშმაძე, რომელმაც მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელი მიუწვდებოდა, დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვებს დეტალურად ვერ პასუხობდა. ზურაბ მენთეშაშვილის სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი, რომელმაც ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ასევე რა თქმა უნდა მას ხელი მიუწვდებოდა სისხლის სამართლის მასალებზე, თუმცა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციულ დაკავებულ ოფს, რომელიც შეეხებოდა ამ შემთხვევაში ნივთების დალუქასთან დაკავშირებულ საკითხებს, მას ჰქონდა შემდეგი პასუხი. პირველი, რომ არ ახსოვდა, ან აეწერა ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ დაკავებულ ოფში დაუშვათ, ან ამ შემთხვევაში მიაჩნდა, რომ მან პასუხი რაზეც შეკითხვით არ ჰქონდა ხოლმე ზოგადად. ზურაბ მენთეშაშვილის სისხლის სამართლის წესით 2025 წლის 31 ოქტომბერს დააკავეს. მასთან დაკავშირებით გამოძიება 347 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და სახდელის სახით 7 დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ქმედების განმეორებით ჩადენის გამო კი ოცნების პარლამენტის მიერ მიღებული რეპრესიული კანონის საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო. მენთეშაშვილს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 11 თებერვალს გაიმართება.